კიდევ ერთხელ გაგეცნობით, მე ვარ ნინო ბარჩი, ერუდიოს პროექტის მენეჯერი და მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენი დღევანდელი ვებინარით და შემოგვიერთდით. როგორც წინა შეხვედრებზე დაგვირდით, ვაგრძელებთ პროექტის მართვის მიმართულებით სხვა ტიპის ვებინარებისა და მასტერკლასების სესიას და ჩვენი დღევანდელი ვებინარის თემა პროექტის მენეჯმენტი მეწარმეებისთვის. ვებინარის ფარგლებში უპასუხებთ კითხვას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტის მენეჯმენტის უნარები ნებისმიერი მეწარმისთვის და ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება მირანდა ნიკა მანჯგალა, რომელიც არის MCI Group-ის მმართველი პარტნიორი და PMP სერტიფიკატის მფლობელი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მირანდა გასული წლების განმავლობაში იკავებდა Spark Georgia-ს მმართველი დირექტორის პოზიციას და ამავდროულად აქვს საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის 10-ზე მეტ წლიანი გამოცდილება, ასე რომ ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება მისი ამ გამოცდილების გაზიარება. ჩვენი ვებინარი სტანდარტულად გაგრძელდება 40-45 წუთის განმავლობაში და შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში გადავალთ ასე ვთქვათ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ასე რომ გთხოვთ ამ დროის განმავლობაში თუ კი რაიმე კითხვა გაგიცევათ, აუცილებლად მოინიშნოთ და დაგვისვათ ყველა კითხვა, მაქსიმალურად შევეცდებით რომ ასე ვთქვათ ამომწურავი პასუხი გაგცეთ. შეგიძლიათ მოიწეროთ თვითონ ვებინარის განმავლობაში ჩატში და გავაჟღერებთ ამ კითხვებს, ან აიწიოთ ხელი და მე მოგცემთ მიკროფონის გააქტიურების საშუალებას. სანამ უშუალოდ მიკას გადავცემდე სიტყვას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელი მასტერკლასი დაორგანიზდა, დღევანდელი ვებინარი დაორგანიზდა ერუდიოსა და პროექტის მართვის ინსტიტუტის თბილისის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში და მინდა გავაჟღერო აქვე, რომ 20-ში ვგეგმავთ ძალიან საინტერესო პანელურ დისკუსიას, რომელიც ამ დღეებში დაანონსდება და გვადევნეთ თვალყური და აუცილებლად დარეგისტრირდით ესეც, ასე ვთქვათ, პროექტის მართვის სხვადასხვა დისციპლინებს შეეხება ჩვენი პანელური დისკუსია. მიკა, შეგვიძლია პრინციპში უკვე დავიწყოთ და ბურთი და მოედანი თქვენია. მადლობა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა ნინო წარდგენისთვის. უბრალოდ ერთმა მონაწილემ მომწერა კიდევ რომ ძველ ლინკზე შედის და ვერ შემოდის და იქნებ კიდევ დარწმუნდეთ რომ ახალი ლინკი გადაგზავნილია ადამიანებისთვის, რომ არ გაუცრუდეთ იმედი, იმიტომ რომ აი ლაივზეც დავაწერე. ლინკი. ძალიან კარგი. მოკლედ მადლობა წარდგენისთვის. ნამდვილად მაქვს გამოცდილება, ნამდვილად ესე რომ ვთქვათ, რთულ დროს ავირჩიე რომ გავყარიყავი PMP Project Management Professional, ანუ ჩემი შვილი იყო სულ 3 თვის, როცა ეს გამოცდა ჩავაბარე. ამიტომ ნამდვილად ვიცი რომ რთული გზა არის, მაგრამ ასევე დაძლევადია და ძალიან მარტივად და ადვილად შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალს განსაკუთრებით პრაქტიკული გამოცდილება თუ აქვს ამ გამოცდის ჩაბარება და სერიოზულ დონეზე ესე რომ ვთქვათ მიყვანა ამ ცოდნის და ამ ესე რომ ვთქვათ გამოცდილების კარგი შენაძენია რეალურად, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი გამოიყენებს. მე ერთი თხოვნა მექნება მონაწილეებისთვის, ვინაიდან Zoom-ით მიმდინარეობს ეს ვებინარი, ძალიან დიდი თხოვნა მექნება და თუ შესაძლებლობა გაქვთ, რომ კამერები ჩამირთოთ, ვინაიდან მარტო არ ვიყო და მარტო არ ვისაუბრო, მქონდეს ინტერაქცია, ვგრძნობდეთ თქვენს ემოციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გამიხარდება თუ კამერებს ჩართავ და მექნება საშუალება რომ დაგინახოთ, იმიტომ რომ უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გავხადო, დავინახოთ თქვენი ემოცია, დავინახოთ თქვენი გამოძახილი. ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ, რომ შემომიერთდით დღეს და მარტო არ ვარ და რეალურად ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს შევეხები, მაქსიმალურად შევეცდები, რომ რეალურად ის გაპრანჭული სფეროები, რომლებიც შეიძლება ესეთი ტერმინოლოგიით იყოს დატვირთული ქართულად და ყოველდღიურობაში მოვიყვანო, როგორც მეწარმისთვის, როგორც დასაქმებულისთვის, როგორც პროექტის მენეჯერისთვის, რომ ეს სფერო გახდეს საინტერესო. მახსოვს, როდესაც MBA-ს ვსწავლობდი ამერიკაში, ზუსტად ჩემი პროფესორი გახდა იმის ინსპირაციის წყარო, რომ მე ეს გამოცდა ჩავაბარე და ამ სფეროთი დავინტერესდი. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ისე დამთავრდება, რომ რეალურად თქვენს გაგიჩნდეთ მოტივაციას და იმის სურვილს, რომ ამ მიმართულებას, არა იმიტომ რომ დავუშვათ მოთხოვნა დაგიწესათ დამსაქმებელმა, ან რაიმე მსგავსი საკითხია, უბრალოდ მოტივაცია გაგიჩნდებათ, რომ ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებ, უფრო სისტემურად შეხედოთ ამას ყველაფერს და მიანიჭოთ ისეთი სტატუსი, რომელსაც სერტიფიცირება ქვია. ამიტომ ძალიან გამიხარდება, რომ ამ ღონისძიების ვებინარის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს რეალურად და მე შევძლო ვიყო თქვენთვის ის მენტორი, რომელიც შეძლებს დაკვალიანებას გაგხადოთ პროექტების მენეჯერი. მაშინ ვიტყვი, რომ ამ ვებინარს ნამდვილად ქონია, ესე რომ ვთქვათ, სრული და ლეგიტიმური მიზეზი ჩატარების, რასაც დღეს ვაკეთებთ. მოკლედ, ეხლა ჩვენ მე გაგიზიარებთ ეკრანს, სადაც მაქვს პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზს, რომ რეალურად ტერმინები, რაც პროექტის მენეჯმენტშია, ინგლისურად იმდენად დამკვიდრდა ქართულშიც, რომ მისი შესატყვისი რო ეძებო ტერმინოლოგია ძალიან უნდა მოინდომო. ამიტომ მე შევეცადე, რომ ქართული ტერმინოლოგია და შესატყვისი მეჩვენებინა, თუმცა ძირითადი ნაწილი ის, რაც განსაკუთრებით თუ საგამოცდო ნაწილისთვის მე მოემზადებით, რომ თქვენ ამ ყოველდღიურობის პროექტის მენეჯმენტს მიცეთ უფრო ოფიციალური მხარე და მიიღოთ
სერტიფიკატი, ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისურად იყოს მიმოხილვა. ჩემი პრეზენტაცია არის მაქსიმალურად დატვირთული ვიზუალით და გრაფიკით, სადაც პროცესები არის ახსნილი ისე, რომ თქვენთვის ხელშესახები იყოს, ეს ერთი. მეორე, არ არის ნათარგმნი ქართულად, იმიტომ რომ მინდა რომ ინგლისურად ნახოთ ის ტერმინები და შეეჩვიოთ იმ ესე რომ ვთქვათ ტერმინებს და ტერმინოლოგიას და პროცესებს, როგორც რეალურად არის და არა ქართულად, იმიტომ რომ გამოცდის ჩატარება თქვენ ქართულად არ მოგიწევთ, მოგიწევთ ინგლისურად ამის ჩატარება და მესამე, ძალიან გთხოვთ, მესმის რომ Zoom-ით არის ეს შეხვედრა და გამოიყენოთ ხელისაწევის ფუნქცია, თუ კითხვა გექნებათ, ან კომენტარი გექნებათ და იქვე დამისვათ კითხვა. ან თუ იქვე არ ჩათვლით საჭირო დამისვათ კითხვათ, ან გააკეთოთ კომენტარი, აუცილებლად მოიწერეთ და მე უკვე პრეზენტაციის ბოლოს, როგორც ვიცი, გვაქვს 20 წუთი ინტერაქციისთვის და იქ გაგცემთ ყველანაირად, რაც შემეძლება პასუხებს და დაგაკვალიანებთ. მოკლედ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სადაც მე გაგიზიარებთ screens, ჩემს ეკრანს, სადაც თქვენ დაინახავთ რეალურად ჩემს desktop-ს, ხო? ალბათ ხედავთ ხო ყველა? კი, ჩანს მირანდა. ძალიან კარგი. მოკლედ პროექტის მენეჯმენტი მეწარმეებისთვის ეს არის ჩვენი თემა. დღევანდელი დღის წესრიგში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს, ხო? პირველი, რას ნიშნავს მართო პროექტი? ეს არის პირველი საკითხი, რომელსაც დღეს შევეხებით, რა არის პროექტი და რას ნიშნავს მართავდე პროექტს. მეორე არის, რა შეზღუდვებია, რომელიც გვაიძულებს მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები, ანუ რეალურად თუ არ გვაქვს შეზღუდვები, ადამიანის გონება არ ფიქრობს, რა გამოწვევები და რა შესაძლებლობები არსებობს, ხო? თუ ყველაფერი გვაქვს კომფორტ ზონაში, ესე რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი მოგვეცემა, არა გვაქვს არანაირი შეზღუდვა, შესაბამისად ადამიანი არ ცდილობს იფიქროს იმაზე მეტი და გააკეთოს იმაზე მეტი, რაც რეალურად არის საჭირო და შესაძლებელი, ხო? ამიტომ არსებობს ბუნებაში და დისციპლინებში რაღაც მსგავსი შეზღუდვები, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ უფრო მეტი და გავაკეთოთ უფრო მეტი. ზუსტად ამ შეზღუდვებზე ვისაუბრებთ. პროექტის მართვა ეს არის როგორც მეცნიერება, ასევე ხელოვნება, ვინაიდან ადამიანებთან მუშაობას მოიცავს და ამიტომ ის მეცნიერებაც არის როგორც სისტემური მიმართულება და არის ხელოვნება, იმიტომ რომ ადამიანებთან თანამშრომლობა და გუნდის მართვა არ არის მარტივი. და ბოლო არის პროექტის მართვა და 10 ინტეგრირებული მიმართულება, რომელიც ბარდება და ამ 10 ინტეგრირებულ მიმართულებას წყობა შევუცვალე იმისთვის, რომ ყოფილიყო უფრო პრაქტიკული და რეალურად როგორც ცხოვრებაში გვხდება, როგორც სამსახურში გვხდება, როგორც ბიზნესმენს, ბიზნეს პროექტის მართვას, დეპარტამენტის ხელმძღვანელს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს 4 ძირითადი პრინციპია, რომელსაც დღეს ჩვენ გავყვებით და რეალურად შევძლებთ, რომ დაგანახოთ მნიშვნელობა. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ 6 შეზღუდვა, რაც გვაიძულებს მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. რა არის ეს 6 შეზღუდვა? პირველი, ხშირად არის, რომ პროექტს ვიწყებთ, რაღაც პროექტს და ამ დროს არ ვიცით და არ გვაქვს ზუსტად გაწერილი ის მახასიათებლები, რა გვინდა. რა პროდუქტის მიღება გვინდა, რა სერვისის მიღება გვინდა, რას ვაკეთებთ საერთოდ, ხო, აი რა მიზანია. ამიტომ ხშირად ეს პროექტის აღწერილობის საკითხი რაღაც გვინდა, მაგრამ კონკრეტულობას მოკლებულია ეს ჩვენი რაღაც გვინდა. ამიტომ აკლია პროექტს თავი და თავი, ანუ აღწერილობა, რას და კითხვას უნდა პასუხობდეს რეალურად, რა გვინდა, რა უნდა მივიღოთ, რა პროდუქტი უნდა მივიღოთ, რა სერვისი უნდა მივიღოთ, ხო? შესაბამისად ეს პროდუქტის აღწერილობა, სერვისის აღწერილობა არის პირველი შეზღუდვა, რომელიც რეალურად აბრკოლებს პროექტის სწორად განვითარებას. პირველი ეტაპი, როდესაც ჩვენ მინდა გვინდა შესაძლებლობებს ვაყალიბებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული და სწორად გქონდეს განსაზღვრული, რა არის სკოუპი. სკოუპი ქართულშიც დამკვიდრა, ანუ არის აღწერილობა. რა პროდუქტი უნდა მივიღოთ, რა სერვისი უნდა მივიღოთ და რა არის end result, ანუ საბოლოო შედეგი. ანუ ამაში ხშირად ეს შემზღუდველია, ვინაიდან ეს მინდა არ არის სწორად განმარტებული. მეორე არის დრო. დრო არის ჩვენი შემზღუდველი ფაქტორი, ხო? როდესაც რაღაცას განსაზღვრავთ, უნდა იყოს მითითებული, ეგრეთ წოდებული deadline-ით დამკვიდრებული ეგეთი ტერმინი ქართულში, როდის რა უნდა შესრულდეს რა ვადაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ განსაზღვრავთ რაღაცა სურვილს, ან რაღაც საჭიროებას, რაღაც პრობლემის დახსნას, ან რაღაც ახალ ალტერნატივას, ხო? რეალურად რა მეწარმე
საქმე აკეთებს რას? არაფერს არ აკეთებს ახალს ისეც, უსმენს ბაზარზე მომხმარებელს, განსაზღვრავს მომხმარებლის პრობლემას ან ახალი გადაჭრის გზას და შემდეგ ამ გამოძახილზე ის თავაზობს პროდუქტს ან სერვისს, რომელიც აინტერესებს მომხმარებელს. ამაში არის ჩვენი scope, yani აღწერილობა. მეორე დრო არის რა ვადაში უნდა შესრულდეს ესა თუ ის საქმე, რეალურად რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ხარჯი, ფინანსები. გვინდა, ამ დროში გვინდა, რა არის საჭირო, რომ ეს პროექტი აღვასრულოთ. ანუ რეალურად რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. როგორ განკარგოთ რესურსი, ხო? როგორ გადავანაწილოთ რესურსი ისე, რომ მივიღოთ შედეგი, რომელიც პირველ ნაწილში აღწერეთ, ანუ აღწერილობრივ ნაწილში. მესამე არის რესურსი. რესურსი არის როგორც წინა შემთხვევა, როგორც ხარჯი, ასევე ადამიანური რესურსი, ხო? რომელიც პროექტს უნდა იყოს, ესე რომ ვთქვათ, გუნდი შეკრული. მარტო პროექტის მენეჯერი ახორციელებდეს თავიდან ბოლომდე პროექტს, ეგეთი ცნება არ არსებობს, ხო? უნდა იყვნენ ადამიანები ჩართული, ადამიანური რესურსის მართვა ამ შემთხვევაში, ისევ როგორც ფინანსური რესურსის ნახვა და რა თქმა უნდა, არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს ისე თუ არ არის რისკი. არსებობს ჯანსაღი რისკი, რომელსაც უბრალოდ ვღებულობთ რისკს და ვამბობთ, რომ ეს შეიძლება ისე არ წავიდეს, თუმცა ვაიძულებთ საკუთარ თავს, ვიფიქროთ, რომ თუ ესე არ წავა, რა არის ის ალტერნატიული გზა, რომელიც ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიგვაღებინებს და ვიზღვევთ რისკისგან თავს. თუმცა ვაღიარებთ, რომ რისკი შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, იყოს, ხო? და ბოლო, მაგრამ არასაჭირო, ეს არის ხარისხი. ანუ ისე გავაკეთოთ და ვმართოთ პროექტი, რომ ხარისხი, რომელიც მიიჩნია დამკვეთმა, დამკვეთი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მომხმარებელი, რომელიც ამბობს მას რა ტიპის პროდუქტი ან სერვისი ჭირდება, განსაზღვრავთ ამ ხარისხს და შემდეგ პასუხს ვაგებთ, რომ ჩვენი დაგეგმარებიდან გამომდინარე ხარისხი იყოს ისეთი, როგორც იყო მოთხოვნა. ანუ რეზუმირება რო გავუკეთოთ, აი ეს შეზღუდვები, რომლებიც გვაფიქრებინებს, გვაიძულებს ვიფიქროთ, რეალურად როგორი გაუწიოთ ამ პროცესებს მენეჯმენტი იმისთვის, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგი. პირველი არის scope, ანუ აღწერილობა, კითხვაზე პასუხობს, რა გვინდა, როგორი გვინდა ეს პროდუქტი იყოს, როგორი გვინდა ეს სერვისი იყოს და საიდან მომდინარეობს ეს? მომდინარეობს შეკვეთისგან, მომდინარეობს აღმოჩენისგან შესაძლებლობის, რომელიც გააჩნდა ბაზარზე, ხო? რაღაც საჭიროება, რაღაც პრობლემა, რაღაც პრობლემის გადაჭრის გზა. დრო, რამდენად შევძლებთ დროში და რა დრო უნდა დავუთმოთ ამ ყველაფერს, ხარჯი, რა არის მოსალოდნელი ხარჯები, რა რესურსი გჭირდება, იქნება ეს ფულადი რესურსი თუ იქნება ადამიანური რესურსი, რა რისკებთან გვაქვს საქმე რეალურად და ამ რისკს თუ ვაღიარებთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს, როგორ ვაზღვევთ თავს, რომ არ წავაგოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, რა უნდა იყოს ეს პროდუქტი ან სერვისი, როგორი უნდა იყოს იმისთვის, რომ მომხმარებელმა ეს მიიღოს. მოკლედ, აი ეს 6 შეზღუდვა, რომელსაც ინგლისურად ქვია constraint, გვაიძულებს, რომ ვიფიქროთ ფართოდ იმისთვის, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება და რაც მთავარია, პროექტი ვმართოთ ეფექტურად. ეხა პროექტის მართვა და მეწარმეები. პროექტის მართვა მეწარმეებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარი. და რაც უფრო სისტემური მიდგომა ექნება მეწარმეს პროექტის მართვასთან, მით უფრო წარმატებული იქნება მისი პროექტი თუ ბიზნესი. რას გულისხმობ? პირველი, იდეა. საიდან ჩნდება იდეა? იდეა ჩნდება ბაზრის მოთხოვნისგან. პირობითად რაღაც პრობლემა გადაუჭრელი და ხედავს ამას, ესე რომ ვთქვათ, ინოვატორი, რომელიც ხედავს, რომ არის საჭიროება, გაჩნდა იდეა, რომელსაც ჭირდება ხორცშესხმა. ზუსტად აი ამ ხორცშესხმის ნაწილია მეორე ფაზა, როდესაც შენ ახალ ბიზნესს ან ახალ პროდუქტის წარმოებას იწყებ. და რას ნიშნავს ეს ხორცშესხმა? ზუსტად იმ სისტემურ მიდგომას ნიშნავს, რასაც ჩვენ შემდგომში განვიხილავთ და ვიტყვით, რომ იდეა მაქვს, ძალიან მაგარი იდეა მაქვს, პირობითად აინახე, მოთხოვნა არის, რა ვიცი, სამთვლიან ველოსიპედებზე და რეალურად სამთვლიანი ველოსიპედები არ არის ბაზარზე. პირობითად ვამბობ რა, ბავშვები რაღაცა დიდი მოთხოვნა ამ სამთვლიან ველოსიპედზე არ არის და მე შემიძლია ეს სამთვლიანი ველოსიპედი ხა გავაჩინო ბაზარზე, ხო? იდეა, მეწარმე ვარ, რას ვაკეთებ? ან ვაწარმოებ ადგილზე სამთვლიან ველოსიპედებს და ვყიდი და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინო კონკურენცია, უნდა გავითვალისწინო ფასი, უნდა
სამთვლიანის და დეტალური მოთხოვნა რა უნდა გქონდეს ამ სამთვლიან ველოსიპედს, ან მეორე შემთხვევა არა, მე ვერ ვაწარმოებ, იმიტომ რომ ეს ზვირი მიჯდება და უნდა გავაკეთო იმპორტი პირობითად ჩინეთიდან სამთვლიან რემაზე რა ქვია ველოსიპედზე, რომელიც დაინტერესებს ჩემს ყიდულს საქართველოს ბაზარზე. ეს არის იდეა. ნახეთ, მაგრამ იდეა, რომელიც მე ხა ჩამოვაყალიბე ძალიან ისეთი მარტივი მაგალითის სახით, რომელიც ეხლა მოვიფიქრე, არის ხორცშეუსხმელი, იმიტომ რომ ჩემი სკოუპი არ არის ძალიან დაწვრილებით დაწერილი. დაწვრილებით დაწერილში რას გულისხმობ? მთლიანად აღწერილი, რას უნდა პასუხობდეს, რა მოსწონს პატარებს ამ სამთვლიან ველოსიპედში, უნდა გქონდეს თუ არა სიგნალი, უნდა იყოს რა ფერის, როგორი უნდა იყოს გაფორმებული, უნდა იყოს თუ ადულად სამართავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პროდუქტის მთლიანი აღწერილობა არის იდეა რა მოთხოვნაც გაჩნდა ბაზარზე. ამის შემდეგ უკვე პროექტის ხორცშესხმას როცა ვიწყებთ, უკვე ვაკეთებ ამ დისციპლინების გააქტიურებას, სადაც საზღვაო პროდუქტი ესეთი უნდა იყოს, მერე ვწყვიტავ სად უნდა გავაკეთო ეს პროდუქტი, ვაკეთებ anticipated cost, ანუ მოსალოდნელი ხარჯების გაღრმავებას, რამდენი თანამშრომელი მჭირდება, იმპორტს გადავწყვეტავ თუ ადგილობრივ წარმოებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საბოლოოდ ვღებულობთ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც სჭირდება მომხმარებელს ადგილობრივ ბაზარზე. თუ მე ყველაფერი სწორად გავაკეთე როგორც პროექტის მენეჯერმა, იდეის გაჩენიდან, რომელიც მოთხოვნას მოყვა, დაგეგმარება, რომელიც დავაგეგმარე ისე, რომ გავმართე პროექტი და ჩემი ახალი ბიზნესი და საბოლოო ჯამში პროდუქტი მივაწოდე ისე მომხმარებელს, ამ შემთხვევაში სამთვლიან ველოსიპედის გადაწყვეტილებას, ყიდვის გადაწყვეტილებას ღებულობს, რა თქმა უნდა, მშობელი, მაგრამ დამკვეთი არის ბავშვი. ამიტომ რეალურად მე კარგად უნდა მქონდეს შესწავლილი ამ ბავშვს რა ინტერესებს ამ ველოსიპედთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს და შემდეგ უნდა ვაწარმო, ან შემოვიტანო, ან დაუკვეთო ისეთი სტილის ველოსიპედი, რომელიც იქნება რეალურად ძალიან მოთხოვნადი, გაიყიდება და ჩემთვის როგორც მეწარმესთვის, რა თქმა უნდა, დააგენერირებს მოგებას. ხშირად მოგება რაღაცა საშიში ფაქტთან არის ჩვენს ქვეყანაში ასოცირებული, მაგრამ მოგებისთვის არის ნებისმიერი ბიზნესი და მოგება არის აუცილებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ბიზნესმა იარსებოს, ხო? ამიტომ ყველა ბიზნესის ჯანსაღი მოთხოვნა, რომ ის იყოს მომგებიანი ბიზნესი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, აი ეს სამი პროცესია, როდესაც მეწარმისთვის აუცილებელი კომპონენტია, კონდეს მას უნარი ეფექტურად მართოს პროექტი. იდეა გაჩნდა, ანუ იდეა უკავშირდება რაიმე პრობლემის დახსნას, რაიმე შესაძლებლობას, ახალი პროექტი აწარმოოს, ანუ პროექტ მენეჯმენტი აწარმოოს და რა თქმა უნდა მიიღოს ის პროდუქტი და სერვისი, რომლის მოთხოვნაც გაჩნდა ბაზარზე. ეხა პროექტის მენეჯმენტი როგორც მეცნიერება. რატომ არის მეცნიერება და ვახსენე არის ასევე ხელოვნება? რადგან ადამიანების ჩართულობას მოითხოვს და სადაც ადამიანია, იქ ყოველთვის ყველაფერი მრავალფეროვანია და მოითხოვს ამ ხელოვნებას ადამიანებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის, დისციპლინის და ასე შემდეგ. ადამიანი ძალიან რთული ფენომენია და მისი მართვა კიდევ უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს. როგორც ნებისმიერ ესე რომ ვთქვათ, ყველა წარმოშობას აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. პროექტიც ესეა. ნებისმიერ პროექტზე, როდესაც მუშაობთ, იქნება ეს პროდუქტის წარმოება ან სერვისის წარმოება, მას აქვს დასაწყისი, ანუ ინიცირებას აკეთებ იდეის დონეზე, ჩამოყრი რა არის საჭირო რომ გაარკვიო იმისთვის, რომ შენი იდეა განახორციელო, საწარმოაგო რა რეგულაციებია, იმპორტი შემოიტანო, საბაჟოზე რა გადასახადები გაქვს, ეწარმე როგორ გიერთება და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე არის დაგეგმარების ეტაპი, როდესაც გეგმავ ის იდეა, მაგალითად სამთვლიან ველოსიპედზე, როგორ განახორციელო. მესამე ეტაპი არის უშუალოდ ის, რაც დაგეგმე, აღასრულო, ანუ execute, აღასრულო და მუდმივად შენს დაგეგმილ ეტაპებს გაუწიო მონიტორინგი. ანუ შეამოწმო, რამდენად შენ მიაღწიე იმას, რისი სურვილიც ჰქონდა და რა მიზანიც ჰქონდა და საბოლოო ჯამში მიღებული შედეგი დახურო და გადაწყვიტო, რა გამოცდილება მოგცა ყოველივე ამან. ანუ ეგრეთ წოდებული lessons learned. და რას ნიშნავს? ნახეთ, მივაღწიე რაღაც ეტაპს, გავაკეთე რაღაცა და ეხლა მე უკვე ინდიკატორებით ვამოწმებ, რამდენად შესრულდა ის, რაც მინდოდა რომ შესრულებულიყო. მე ძალიან დეტალურად გავეცანი თქვენს რეგისტრაციას, როდესაც რეგისტრირდებოდით, ყველა სხვადასხვა მიმართული და
მიმართულება და ინტერესი ქონდა და ერთ-ერთი იყო რაც დამამახსოვრდა ინდიკატორების განსაზღვრა, როგორ განსაზღვროთ, ანუ სწორად გავაკეთეთ ეს ყველაფერი, მივახციეთ ის რაც დაგეგმილი ქონდა თუ ასე შემდეგ. ნახეთ, ინდიკატორებს განსაზღვრობთ თქვენ თვითონ. იქედან გამომდინარე, თუ რა გაქვთ მიზანი. მიზანთან მიმართებაში განსაზღვრობთ ინდიკატორებს და შემდეგ მიღებული შედეგით პოსტფაქტუმ ამოწმებთ მიაღწიეთ თუ არა იმ შედეგს, რაც დაგეგმილი ქონდათ. ნებისმიერ პროცესზე და ეტაპზე ეს არის ფაზები, ხო? დაწყება, დაგეგმა, აღსრულება, მონიტორინგი, კონტროლი და შემდეგ უკვე არის დახურვა, ხო? მაგალითად, აი მარტივად, მე ძალიან მიყვარს სიმარტივე, ეს ძალიან რთულად ეჩვენება პროექტის მარჩვა ადამიანებს, მაგრამ რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ. მაგალითად, დავგეგმოთ შვილის დაბადების დღე. ეს არის ერთი მარტივი პროექტი. ვიწყებთ initiate, ხო? დავგეგმოთ და ინიცირებას ვიწყებთ. ვიცი რომ მოდის 17 იანვარი და ჩემს შვილს აქვს დაბადების დღე. შესაბამისად ვიწყებ ამ პროექტის ინიცირებას. პირველი არის რა? ჩამოვთვლი დაუშვათ იმ გასართობ ცენტრებს, თუ გასართობი ცენტრი არის ჩემი შვილის ინსპირაცია და სურვილი და ვთვლი რომელ გასართობ ცენტრთან ვითანამშრომლო. რა თქმა უნდა, ინიცირებას ვაკეთებ, მაქვს განსაზღვრული რომელი საბავშვო ცენტრი მინდა, რა ფასები აქვს ამ საბავშვო ცენტრს, რატომ არის ერთი მეორისგან უფრო გამორჩეული, ან უფრო უკეთესი და ვიწყებ ამის დაგეგმარებას. გადავდივარ მეორე ნაწილში, უკვე ვიწყებ დაგეგმარებას რეალურად რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რაზე უნდა გავაკეთო არჩევანი, როდესაც მე ვირჩევ გასართობ ცენტრს, ფასია, ანიმატორებია, პროგრამა, ხანგრძლივობა, ჯანსაღი კვებაა თუ ასე შემდეგ. უშუალოდ მე ამ ჩემ დაგეგმილ პროექტს ვახორციელებ რომელიმე გასართობ ცენტრთან, ეგრეთ წოდებულთან, მივდივარ და ვეუბნები, რომ ეს გასართობი ცენტრი ავირჩიე და უკვე მე აქ უნდა დავგეგმო ჩემი შვილის დაბადების დღე და შემდეგ მონიტორინგის და კონტროლს ვუკეთებ არა მხოლოდ აღსრულების ნაწილში, როგორ ჩაიარა ამ ჩემი დაგეგმარება, როგორ ჩაიარა ამ ჩემმა დაგეგმარებამ, არამედ თითოეულ ეტაპზე, ნახე, მე ვადგენ რა მინდა, მიზანი რა არის და როგორ ვზომავ. თუ ჩემი მიზანია მე იაფიან საბავშვო ცენტრში გადაუხადო ჩემს შვილს დაბადების დღე, თუ მე ამას ბიუჯეტურად მივიჩნევ, რომ რაღაცა დაბადების დღის ცენტრმა შემომთავაზა უფრო კარგი ფასი, რომელიც ჩემთვის მისაღებია, ჩათვალეთ, რომ ეს ინდიკაცია უკვე გაკეთებულია, ხო? ანუ მიზანი მიღწეული მაქვს და შესაბამისად, როდესაც გავუკეთებ მას შეფასებას, ვამბობ, რომ ჩემი მოთხოვნა იყო, რომ დაბადების დღის ცენტრში გადამეხადა 500 ლარი პირობითად და მე ეს 500 ლარიანი დაბადების დღის ცენტრი ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ინდიკატორი დაკმაყოფილებულია. ანუ მე შევძელი მენახა 500 ლარიანი დაბადების დღის გამართობი ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებდა ჩემს პირვანდელ მიზანს და მოთხოვნას. ანუ ეს მაგალითი მარტივი რატომ მოვიყვანე, რომ ნებისმიერი თქვენი წამოწყება, ისეთი მარტივი, თუნდაც როგორი არის შვილის დაბადების დღის დაგეგმა, არის პროექტი, არის მეცნიერება და არის ხელოვნება. ინიცირებას უკეთებ, ანუ გახდა საჭიროება, იმიტომ რომ შვილს აქვს დაბადების დღე, გეგმავ, რა როგორი გინდა რომ იყოს, იქნება გასართობი, ანიმატორები, საკვები, ადგილმდებარეობა, სტატუსი, პრესტიჟი, ბრენდი, არ ვიცი, სხვა ბავშვებს რა უყვარს, შენ შვილს რა ინტერესები აქვს, აღსრულება, უკვე გადაწყვეტილების ნაწილის მიღება, სადაც შენი გეგმას უკვე აღასრულებ, ანუ უშუალოდ გეგმავ დაბადების დღეს, მონიტორინგს უკეთებ თითოეულ მიმართულებას, შენს მიზნებს, ინდიკატორებს და შესრულების ხარისხს, ანუ რა როგორ შეასრულე, სადაც მე რა თქმა უნდა რისკებიც წარმოიშვება და ხურავ ამ პროექტს, ანუ თავდება დაბადების დღე, რომელსაც აფასებ. კმაყოფილი იყო შენი შვილი, კმაყოფილი იყო შენი შვილის მეგობრები, კმაყოფილი იყო მშობლები, ანუ სხვადასხვა ინდიკატორები და რა ხდება? საკუთარ თავს უდგენს lessons learned, ანუ რა ისწავლე ამ გამოცდილებისგან. კარგად დაგეგმე დაბადების დღე პირობითად, რომელსაც მომავალ წელს გაიმეორებ, არა ისე რა არ წავიდა რაღაცეები, რაც გინდოდა, რაც მოლოდინი ქონდა, შესაბამისად ამას გადაასხვაფერებ, სხვანაირად დაგეგმავ, სხვა რაღაცა გექნება პრიორიტეტში და ასე შემდეგ. ანუ ყოველ პროექტს ჭირდება ეგრეთ წოდებული დახურვის ეტაპი, როდესაც შენ განსაზღვრავ, რა როგორი იყო, აფასებ, სწავლობ და შემდეგ პროექტზე უკვე იყენებ როგორც გამოცდილება. ეხლა რაც შეეხება პროექტების მართვას და პროცესებს. დისციპლინა სისტემატურად ისია აგებული, რომ არსებობს ინფუტები, ანუ რაც გჭირდება, პროცესები, tools and techniques, რასაც ქვია, რომელსაც იყენებ
და output-ი, ანუ თითოეულ პროცესს, რომელიც არის 59 დისციპლინაში პროექტის მენეჯმენტში, თუ სისტემურად მიუყვებით ამ ყველაფერს, არის input-ი, ანუ რას ვდებთ, პროცესი, რა tools and techniques, ანუ რა შესაძლებლობებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს განვახორციელოთ და რა შედეგს ვღებულობთ. ანუ თითოეული პროცესი არის სტრუქტურიზებული და არის inputs, ანუ შიდა შემავალი პროცესები, არის ტექნიკა, რომელსაც ვუყენებთ რაღაცის გასაანალიზებლად და ვღებულობთ outputs, ანუ შედეგს თითოეული პროცესისგან. ეს ახლა გაგვიმარტივდება, როდესაც ვისაუბრებთ თითოეულ ამ, ისე რომ ვთქვათ, აი ის რაც მარტივად ვისაუბრეთ, უკვე აი მეცნიერულ დონეზე, სისტემურ დონეზე, როგორ მოხდება ამ 10 ინტეგრირებული მიმართულების გაერთიანება ამ ერთ პრაქტიკაში. პირველი არის scope management. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ხო, რა არის პროექტის აღწერილობა, კიდევ უფრო მეტად დეტალურად ჩავშლი. მეორე არის schedule management, ანუ დროის მენეჯმენტი, როგორ უნდა გაიწეროს თითოეული აქტივობა იმისთვის, რომ სწორად და დროულად იდენტიფიცირება მოვახდინოთ ყველაზე ოპტიმალურად როგორ შევასრულოთ ესა თუ ის აქტივობა. შემდეგ procurement management, რა თქმა უნდა, დაგჭირდება შესყიდვები. შესყიდვები იმისთვის, რომ მარტივად დაბადების დღესაც რომ გეგმავთ, ტორტი უნდა ვიყიდოთ. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად პირობითად, რა ვიცი, მადას უნდა შევუკვეთოთ ტორტი, ხო? უნდა ვიყიდოთ, რა ვიცი, კიდევ სხვა გასართობი რაღაცეები, რაც მნიშვნელოვანია დაბადების დღეს. ამიტომ ეს შესყიდვები განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი პროექტის ან ბიზნესის განხორციელების დროს. Stakeholder management, დაინტერესებული მხარეები. ვინ არიან დაინტერესებული მხარეები? დაბადების დღის დაგეგმვის დროს დაინტერესებული მხარეები არიან ვინ? ჩემი შვილი, ჩემი შვილის მეგობრები, მშობლები, მე დაბადების დღის ცენტრი და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ის მხარეები, stakeholder-ები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ პროექტის წარმატებაში. Risk management-ი, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რაღაც არ წავიდეს ისე, როგორც დავგეგმეთ. რა არის ეს რისკები, წინასწარ რომ იყოს განსაზღვრული და თუ ეს რისკი აღსრულდება, რაღაცა ისე არ წავა, როგორც დაგეგმე, რა არის შენი გეგმა B, იმისთვის, რომ რისკი შეამცირო, არა სასიამოვნო გამოცდილება თავიდან აირიდო და უბრალოდ ეფექტურად მართო ეს ყველაფერი. შემდეგ არის კომუნიკაციის მენეჯმენტი, 99% პრობლემებისა ნებისმიერ ორგანიზაციაში ხარ მცირე მეწარმე, ხარ მეწარმე დიდ ბიზნესში მუშაობ, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხარ თუ ასე შემდეგ, არის სწორი კომუნიკაცია. როდესაც ჩვენ დაინტერესებულ მხარეებს განსაზღვრავთ, მნიშვნელოვანია რომ გქონდეს კომუნიკაციის მენეჯმენტი, სადაც სწორად განსაზღვრავთ, რომელი დაინტერესებულ მხარებთან რა ფორმით უნდა ვისაუბროთ, გაუზიაროთ ინფორმაცია, მივიღოთ უკავშირი და ასე შემდეგ. რესურსის მენეჯმენტი, ბუნებრივია, ეს არის ადამიანის რესურსის, ფინანსების რესურსის დაგეგმარება, ხარისხის მენეჯმენტი, ეს არის ზუსტად იმ ხარისხის უზრუნველყოფა, რაც დამკვეთმა დაგვიკვეთა, რაც იყო მოთხოვნა. შესაბამისად, პირველ შემთხვევაში, როდესაც სამთვლიან ველოსიპედზე ვსაუბრობთ, არის ზუსტად ის მოთხოვნა, როგორი უნდა ბავშვებს, რომ სამთვლიანი ველოსიპედი იყოს, დაბადების დღის შემთხვევაში, როგორი უნდა ჩემს შვილს, რომ იყოს დაბადების დღე. ეს არის ზუსტად ის ხარისხი და მოთხოვნა, რომელიც მე უნდა დავაკმაყოფილო და საბოლოო ჯამში ჩემი შედეგი უნდა შევადარო იმას, რაც იყო მოთხოვნა და ამ ყველაფრის მიზანი. Cost management ეს არის ხარჯების კარგი მართვა, ეფექტური მართვა, რაც ნიშნავს ამას, რომ წინასწარ უნდა გქონდეს ბიუჯეტი შედგენილი და შემდეგ უკვე შესრულების მიხედვით ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვადარებთ უკვე შესრულებულ ბიუჯეტთან და ვაკეთებთ გადახრა იყო under budget, ანუ ბიუჯეტის, ესე რომ ვთქვათ, ქვემოთ, გადავწვდით ბიუჯეტს, რა იყო ამის ახსნელი მიზეზი? რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე გადაცდომას არავინ არ გვპატიებს, არც საკუთარი ჯიბე და არც ჩვენი ინვესტორი იქნება, მსესხებელი თუ მენეჯერი თუ ასე შემდეგ, ვისთანაც ვართ პასუხისმგებელი, ამიტომ აუცილებლად ისე უნდა გაიწეროს გეგმა და ისე უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, ხარჯის ალოკაცია, რომ რეალურად შეესაბამებოდეს რეალობას და საბოლოო ჯამში ეს ყველა, ესე რომ ვთქვათ, თითოეული მიმართულება არის ამ ინტეგრირებულ მენეჯმენტში, რომელსაც ძალიან ბოლო სლაიდში გავივლით და თან ვაკვირდებით დროს, რომ არ გადავაცილო და ბევრი, ესე რომ ვთქვათ, თქვენს გქონდეთ დრო, რომ კითხვები დამისვათ. პირველი, პროექტის აღწერილობა, scope management. ამაზე ვისაუბრეთ, ხო? ვიწყებთ საიდან, რა გვინდა. და დავტოვე ეს ინგლისური, ესე რომ ვთქვათ, ვიზუალიზაციით და ასე შემდეგ, ერთი იმით, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენი ასაკობრივი შემადგენლობიდან და ასე შემდეგ, ეს ინგლისური ტერმინები არ წარმოადგენს თქვენს სირთულეს და უფრო სიმარტივეს წარმოადგენს.
დავტოვე არა ნაწერები, არამედ ვიზუალიზაცია, იმიტომ რომ ერთი ვსაუბრობ და მეორე ვიზუალიზაციისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იქნება თქვენთვის, რასთან გვაქვს საქმე და პირველი არის პროექტის აღწერილობა. ნებისმიერი ბიზნეს ინიციატივა, ნებისმიერი პროექტი. რა გინდათ, უნდა იყოს დეტალურად ჩაშლილი, დეტალურად გაწერილი. შეიძლება ზოგჯერ მოგეჩვენოთ, რომ და ხშირად მსმენია ამერიკელებს აქვს ძალიან მარტივი და დეტალური მიდგომა ყველაფრის მიმართ. ეს განაპირობებს იქედან, რომ ზუსტად იყო და ზუსტად საკუთარ თავთანაც სხვასთანაც ის მოლოდინი, რაც გინდა, იყოს იმდენად დეტალურად გაწერილი, რომ არ შეგეშალოს, არ გამოგრჩეს, არ უგულებელყო ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება შენი პროექტი წარუმატებლობისთვის გაიმეტოს, ხო? და რა არის ეს? რა უნდა მივიღოთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ფუნქცია, როგორი უნდა იყოს ჩვენი პროდუქტი. Describe product delivery and customer. ანუ რისგან ვღებულობთ ამ ინფორმაციას? ვღებულობთ მომხმარებლისგან, ვღებულობთ ბაზრისგან, რომელსაც აქვს რაღაცა კონკრეტული ინტერესი, ან პროდუქტის მიმართ, ან დაუშვათ სერვისის მიმართ. და ის გეუბნება, როდესაც ბაზარს იკვლევ, გეუბნება, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის პროდუქტი, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის სერვისი. და შემდეგ შენ ამ თავში შენ ამას გაწერ ყველაფერს დეტალურად და ამბობ, რომ ჩემი პროდუქტი ან სერვისი ამ ბიზნეს წარმოების, ან ჩემი კომპანიის, ან რა ვიცი, რაც გსურთ, უნდა იყოს ასეთი. და ეს უნდა იყოს აუცილებლად დეტალურად გაწერილი და ეხლა მივხვდებით რატო. პირველი არის გეგმავ ამ ესე რომ ვქოთ აღწერილობას როგორ გააკეთებ, რას მოიმოქმედებ, ანუ რას გულისხმობ. პირობითად შეხვდები მომხმარებლებს, გაიგებ მომხმარებლების პრეფერენციებს, რა ჭირდებათ, როგორი უნდა იყოს, შეხვდები პარტნიორებს თუ ასე შემდეგ და მე იდეაში აფორმირებ, ესე რომ ვთქვათ, როგორი უნდა იყოს შენი პროდუქტი და სერვისი, ხო? შემდეგ უკვე, როდესაც ამას განსაზღვრავ, როგორი უნდა იყოს, ხო? წარმოიქმნება შენს თავში ფურცელზე description, ანუ კონკრეტული აღწერილობა შენი პროდუქტის და სერვისის. ამის შემდეგ გიჩნდება ესეთი გეგმა, რა უნდა გაკეთდეს და ვინ უნდა გააკეთოს. რეალურად, როდესაც პროდუქტს აღწერ, როგორი უნდა იყოს, ან სერვისს როგორი უნდა იყოს, შემდეგ უკვე დგება რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ, ანუ მიზნები და ვინ უნდა გააკეთოს. მარტივი და ბუნებრივია, რომ ერთი ადამიანი, პროექტის მენეჯერი ვერ გააკეთებთ ამას, აუცილებლად გჭირდებათ ადამიანის ჯგუფი, პროექტის სიდიდიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ეს 10 კაციანი, 50 კაციანი, 100 კაციანი, 1000-იანი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, პირველი ვსაზღვრავთ, რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია. მაშინ ვიყოთ ეფექტურები, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტულად გაწერილი აღწერილობა ამა თუ იმ პროდუქტის და სერვისის. ამას ქვია WBS, ანუ Work Breakdown Structure, ანუ დეტალურად ჩაშლილი აქტივობები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მივახციოთ მიზანს. აი ამას რომ ჩავშლით, მე არის organizational business structure. რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულად გავწერთ, ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენს გუნდში ამა თუ იმ პროცესებზე. ანუ ვინ არის პროცესის ხელმძღვანელი? მირანდა, ლუიზა, გიორგი და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამ matching-საც, ანუ ამ შერწყმას რა უნდა გაკეთდეს უკვე შენი აღწერილობიდან, ვინ უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა ამას გამოცდილება კარნახობს, დობა განაყოფს, ექსპერტიზა კარნახობს და შესაბამისად ამ პროცესს ანდობ იმ ადამიანს, რომელმაც ეს უნდა შერწყას და გააკეთოს რაღაც წარსული გამოცდილებიდან, ხო? ორგანიზაციული სტრუქტურა. ბუნებრივია ნებისმიერი მეწარმეს აქვს თავისი 10 კაციანი, 50 კაციანი, 1000 კაციანი, რა ვიცი, ორგანიზაციული სტრუქტურა. დღესდღეობით ორგანიზაციული სტრუქტურა ესეთი იერარქიით არ გამოიყურება, უფრო flat არის, ანუ უფრო ჰორიზონტალური არ არის, უფრო სწორად ვერტიკალური არ არის, უფრო ჰორიზონტალურია. შესაბამისად, ბუნებრივია გადანაწილებულია ეს ფუნქციები, თუ ორგანიზაციაში მუშაობთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას ექსპერტიზა აქვს, შესაძლებლობა აქვს ეს ყველაფერი გააკეთოს, თუ მეწარმე ბრძანდებით და ყავთ თქვენი გუნდი, თქვენს გუნდზეა გადანაწილებული, იცით ვინ რა პროექტს აკეთებს და ასე შემდეგ და მარტივად რას გულისხმობ. მაგალითად, შესყიდვებს ხელმძღვანელობს თქვენი მეგობარი ან თანამშრომელი მირანდა,
მარტივად რო ვთქვა, კადრების დაკმაყოფილებას დაკომპლექტებულს HR სამსახური, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მუშაობს როგორც ერთი მექანიზმი, ერთი ორგანიზმი და რეალურად ამ ორგანიზაციული სტრუქტურიდან ხდება იმ ადამიანების ამოკრება, შერჩევა, რომელიც ასრულებს თქვენს დავალებას, ესე რომ ვთქვა. მეორე არის დროის მენეჯმენტი. თითოეული აქტივობა, რაც თქვენ უნდა განახორციელოთ იმისთვის, რომ პირველს უბრუნდები მიიღოთ ის შედეგი, მიიღოთ ის პროდუქტი, მიიღოთ ის სერვისი, რომელიც გინდათ რომ მიიღოთ, რა თქმა უნდა იყოს გაწერილი action plan, ანუ სამოქმედო გეგმაში. სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება, უნდა გავაკეთო ეს, ანუ მივწერო ჩინეთს, დავუშვათ გადავწყვიტეთ რომ მივიღოთ იმპორტი გავუკეთოთ ამ სამთვლიან ველოსიპედებს, ხო? პირველი იქნება ავარჩიო და შევარჩიო მეწარმე ჩინეთში, პირობითად ვამბობ, რომელიც ამას ყველაზე იაფიანად ხარისხენად ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილებით გამომიგზავნის. მეორე, არის რეალურად დავაკომპლექტო ჯგუფი, რომელიც გააკეთებს ამას ყველაფერს ისე და იმ დროში, რომ რეალურად შეძლო პროექტის წარმატებით განხორციელება, ხო? რეალურად შეძლონ ამ გუნდმა ან ადამიანებმა ამ სპეციფიკაციის ჩამოყალიბება, ხელშეკრულების გაფორმება ისე, რომ რისკები იყოს დაზღვეული შენს მომწოდებელთან, მოწოდების დრო იყოს დაცული, რომ საქართველოში 2 კვირაში ჩამოვიდეს პირობითად. იმიტომ რომ ეს დრო გაქვს მომხმარებლისგან მოცემული, მიიღე პროდუქტს და პროდუქტს გაუწიო კონტროლი, რომ ისეთი სპეციფიკაციის მიიღე, რაც საჭიროა და ბოლოს გაადგენით, რომ გაყიდვებს დააგენით, მოიკითხო მომხმარებელი, მომხმარებელში განსაზღვრო მიიღო თუ არა ის პროდუქტი, რაც საჭიროა და ასე შემდეგ. ანუ scheduling management არის აი work breakdown structure, ანუ იმ სამოქმედო გეგმას პირველი scope-დან წამოსულს, აღწერიდან წამოსულს, რომელიც ჩავშალეთ სამოქმედო გეგმად, სამოქმედო გეგმა უკვე სამოქმედო აქტივობებად არის ჩაშლილი და სამოქმედო აქტივობებს განესაზღვრება უკვე რესურსი. ანუ რა ფინანსური რესურსი გჭირდება, რა ადამიანური რესურსი გჭირდება, რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ესა თუ ის აქტივობა განვახორციელოთ. აი მარტივად რო ავიღოთ, თქვათ, აქტივობების თანმიმდევრობა, ხანგრძლივობა და საჭირო რესურსი. ვიწყებთ აქტივობები გვაქვს ჩამოთვლილი ესე რომ გინდა დარგვით task A, B, C, D, A, B, G, D, E, V, Z, T აქტივობა, რომელიც შესასრულებელი გაქვთ, საქმე გასაკეთებელი გაქვთ, რომელიც პირველ ნაწილში პროდუქტის, სერვისის აღწერილობაში მარტივად გაქვთ ჩაშლილი და უკვე იცით რომ რა გააკეთოთ, როგორ გააკეთოთ და ჩამონაწელი გაქვთ, ჩამონათვალი გაქვთ, რა აქტივობები უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია თითოეულ აქტივობას მაგალითად ავიღოთ მეწარმესთან შეთანხმებას ჩინეთში. ეს არის პირველი, ხო? ვამბობთ რომ 2 კვირაში ალბათ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ შევეცდებით რომელიმე ავირჩიოთ ჩვენი კრიტერიუმით და გავაფორმოთ ხელშეკრულება. პირობითად 2 კვირა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკვე ჩამოტანას ჭირდება 4 კვირა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ორგანიზებას პირობითად ჭირდება 4 კვირა. შემდეგ 1 კვირა ჭირდება საბაჟო clearance, ანუ საბაჟო რო გაატაროს და უკვე აი ამ დონის ჩაშლაზე მაქვს საუბარი, როდესაც თითოეული აქტივობას უკვე ვზომავთ, რა დრო ჭირდება მას იმისთვის, რომ განხორციელდეს და როგორ მივიყვანს ის შედეგამდე. აი ამას ქვია ამ დროის რესურსის მინიჭება თითოეულ ჩაშლილ აღწერილობაზე, რომელიც პირველად განსაზღვრეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოო შედეგი. ეხლა უკვე მივდივართ რესურსებთან ვართ, დროსთან ვართ, რა თქმა უნდა, ფინანსებთან, ხო? პირველი არის ამ ყველაფრისთვის რა რესურსი, ფინანსური რესურსი გჭირდება, ხო? პირველი განსაზღვრავთ ამ აქტივობის შესრულებისთვის რა რესურსი გჭირდება, რა ფინანსები გჭირდება, შემდეგ ვაჯამებთ, შემდეგ ვთვალგენთ ბიუჯეტს, ბიუჯეტის შემდეგ შედგენის შემდეგ, როდესაც ან ინვესტორი ამტკიცებს, ან თქვენი ხელმძღვანელი ამტკიცებს, ან თქვენ თვითონვე ხართ ბიზნესი და მეწარმე და თქვენ თვითონვე იცით რა შესაძლებლობა გაქვთ და შემდეგ უკვე ამ დადგენილ, ესე რომ ვთქვა, დაგეგმილ ხარჯს ადარებთ რეალურ ხარჯს და აკეთებთ. გადავხარჯე თუ არ გადავხარჯე, ანუ ეკონომია გავაკეთე თუ ვერ გავაკეთე ეკონომია. ოღონდ ეკონომიის გაკეთების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხარისხთან ხშირ შემთხვევაში არის გაცვლითი opportunity cost, ანუ ესე წოდებული ეკონომიური თერმი, ანუ ხარისხი რაღაცნაირად მცირდება, როდესაც ეკონომიას ნახულობთ ხოლმე და აი ეს არასდროს არ უნდა გარისკოთ, როგორც კარგი პროექტის მენეჯერებმა, იმიტომ რომ ხარისხი მნიშვნელოვანია და თუ ხარისხი დააგდეთ, აუცილებლად ამას მომხმარებელი გრძნობს და აუცილებლად გიბრუნდებათ ეს ძალიან ცუდად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ ბიუჯეტი ისე, რომ მიახლოებული და რეალური იყოს ის, რაც მოსალოდნელი ხარჯია, არც გადახარჯვა კონდეს, რაც ბუნებრივია ცუდია თქვენთვის როგორც პროექტ მენეჯერისთვის და როგორც მეწარმისთვის ან ბიზნესმენისთვის და არც რა თქმა უნდა ისეთი ეკონომია არ უნდა მიიღო, რა თქმა უნდა სასურველია ეკონომია, რომ პირდაპირ ხარისხის
ვარდნასთან იყოს ასოცირებული. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბენჩმარკი. ანუ ბენჩმარკი არის, როდესაც ჩვენს შედეგს ვადარებთ ინდუსტრიაში არსებულ შედეგთან. და ეს რა შეიძლება იყოს? პირობითად ეს შეიძლება იყოს, რომ მე ლარად ვიყიდე სამთვლიანი ველოსიპედი, მაგრამ ვიღაცამ შეძლო იგივე მახასიათების და მაჩვენებლების შესყიდვა 80 თეთრად. ანუ შესაძლებელია ჩემი მაჩვენებლის გაუმჯობესება, რომ ლარად კი არა, მომავალში ეს ვიყიდე 80 თეთრად. ანუ მუდმივად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ მიკრომენეჯმენტს, საკუთარი ბიზნესი გვაქვს, საკუთარ ჩარჩოში, საკუთარ ნაჭუჭში ვართ მოთავსებული, არასდროს არ დაგვაუწყდეს რა ხდება გარეთ. რას აკეთებენ კონკურენტები, როგორი კონკურენცია, როგორ ასრულებენ, როგორი ინდიკატორები აქვს. ეს ბუნებრივია ესე პირდაპირ ხელი არ მიგვიწვდება, მაგრამ რაღაც შეგრძნებებით, ინტუიციის დონეზე კარგი მენეჯერი, შეგრძნების დონეზე სხვადასხვა მექანიზმით გადამოწვევით, შესაძლებელია რომ ეს მუდმივად ვამონიტორინგოთ და ყოველთვის გავუწიოთ ინდუსტრიაში მიღწეული შედეგები, რამდენად თანხმედრაშია შენს მიღწეულ შედეგებთან, არის თუ არა შესაძლებლობა გაუმჯობესდე, არის თუ არა ისეთი რამ, რასაც უკეთესად აკეთებ, ვიდრე აკეთებ შენი კონკურენტი პირობითად, ან აკეთებ იმას ცუდად, რასაც უკეთესად აკეთებ შენი კონკურენტი. მოსალოდნელი ბიუჯეტის განსაზღვრა. ბუნებრივია მოსალოდნელი ბიუჯეტი თითოეულ აქტივობას განისაზღვრება. არის, ესე რომ ვთქვათ, მოსალოდნელი ბიუჯეტი, არის რა უნდა დაიხარჯოს და იმ წითელ ხაზს, რასაც თქვენ უყურებთ, ეს არის აი ის ბეისლაინი, რომელსაც არ უნდა გაცდე. რომელსაც არ უნდა გადაცდე, ხო, რეალურად თუ შენ დახარჯე, რომ უნდა იყოს 1 მილიონიანი პროექტი, მაგრამ საბოლოო ჯამში 1.200.000 დახარჯა, 200.000 არის გადახარჯვა. აქედან გამომდინარე, ეს 200.000 არ უნდა გადაგიხარჯა, თუმცა შესაძლებელია, როდესაც ჩვენს lesson learned-ზე საუბრობ და რაღაც პროექტი უნდა დაიხუროს, დამთავრდეს და აქედან რაღაცა ვისწავლოთ, იმ 200.000 შეიძლება ისეთი ახსნა გქონდეს, რომელიც სამომავლო პროექტში გამოიყენო და თქვა, რომ ის 200.000 გიღირდა, პირობითად რომ ხარისხი არ გაგეფუჭებინა და პირობითად მომხმარებელი დღეს თუ დააგენერია 100.000 არ გეყოლებოდა 100.000 დაგენერებული შემოსავალი, ის 200.000-ის გადახარჯვა მაშინ რომ არ გაგეკეთებინა. ძალიან მარტივად ესე რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად რო ახსნათ, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოცდილება lessons learned, როდესაც სისტემურად მიუდგებით, როდესაც ვსწავლობთ ჩვენივე შეცდომებზე, ჩვენივე პროექტებს და გამოცდილებას ვღებულობთ, ეს უფრო და უფრო გვეხმარება კარგი პროექტების მენეჯერები ვიყოთ მომავალში. ხარისხის მართვის მენეჯმენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხარისხი არის ძალიან სუბიექტური მცნება, მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ხარისხის განსაზღვრავს მოთხოვნა. როგორი მოთხოვნა? მოთხოვნიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ აი პირველ ნაწილს უბრუნდებით სულ და სულ, იმიტომ რომ ის არის საწყისი, როდესაც აღწერილობას ვაკეთებთ, იქ განსაზღვრავთ რა მოლოდინი აქვს, რა ხარისხი აქვს, რა სპეციფიკაციის პროდუქციის, რა დონის სერვისელის მომხმარებელი, პარტნიორი, ვისთანაც თანამშრომლობთ, ვინაც უნდა დაგვიგენეროს შემოსავალი, ხო? ეს არის ის ოქროს სტანდარტი, ინდიკატორი, რომელთანაც მუდმივად ვადარებთ მიღებულ შედეგს იმ მოთხოვნასთან, რომელიც დაგვიყენა ბაზარმა. აი ეს არის ჩვენი ხარისხი და ამ ხარისხით უნდა ხდებოდეს, ესე რომ ვთქვათ, მართვა და გათვალისწინება და შედარება მივახციეთ თუ არა იმ ხარისხს, იქნება ეს პროდუქტი თუ სერვისი, რაც ბაზარმა წარმოგვიდგინა. რესურსების მართვა. ჩვენ ვახსენეთ, რომ რესურსები არის ფინანსური რესურსი, არის ადამიანური რესურსი. რეალურად თითოეულ აქტივობას, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, ხო, გვჭირდება ადამიანი, იმ ადამიანს ჭირდება ლეპტოპი, შესაძლებლობა, ინტერნეტი, ტელეფონი და ასე შემდეგ, რაც ფინანსებთან არის უკვე დაკავშირებული და რაც არის ადამიანურ რესურსთან, ანუ იმ გამოცდილებასთან და შესაძლებლობასთან, რომელიც მას აქვს, რომ პირობითად მოლაპარაკება აწარმოოს ჩინეთში. პირობითად მარტივი მაგალითით რომ ვთქვათ, ხო? ზუსტად ამ აქტივობებით, რომელიც ჩვენ ჩავშალეთ უკვე პროდუქტის აღწერილობიდან და თითოეული სამოქმედო გეგმიდან, გაეწერება მისთვის საჭირო რესურსი, ანუ იმ ციკლის შესასრულებლად, რა ადამიანური რესურსია საჭირო, ადამიანურ რესურსში გულისხმობთ რა გამოცდილების, რა შეგნების, რა ესე რომ ვთქვათ, განათლების ადამიანი, რა არის მისი ასანაზღაურებელი ხელფასი, ესეც უკვე ფინანსური რესურსია, ხო? რა დრო უნდა დახარჯოს ამ აქტივობის განსახორციელებლად. თითოეული ჩვენი გადახდილი ხელფასის ოდენობა იყოფა იმ სამუშაო საათებზე, რომელსაც ის კონკრეტული პირი აკეთებს და რეალურად გამოვყავს per rate, ხო? რა არის 1 საათი იმ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო იმ ადამიანმა განახორციელოს. რა სჭირდება მას ამის განხორციელებისთვის? ლეპტოპი უნდა მიუცეთ, ეს ფინანსური რესურსთან არის დაკავშირებული, ინტერნეტი ჩაურთვა, ტელეფონი ჩაურთვათ, რომ ადვილად შეძლოს. ეს ის რესურსებია, ძალიან მარტივ მაგალითი მომყავს, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ
ეს რესურსების სწორად განსაზღვროთ თითოეული პროცესისთვის რა არის საჭირო. კომუნიკაციის მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვახსენე, რომ კომუნიკაცია ყველა ორგანიზაციაში, ყველა დაწესებულებაში პატარა დიჩი ნომერი პირველი პრობლემაა. როდესაც ჩვენ არ განსაზღვრავთ ვინ არიან ჩვენი დაინტერესებული მხარეები, დაინტერესებული მხარეს რატო ქვია დაინტერესებული მხარე? მას რა ინტერესი აქვს ამ კონკრეტულ პროექტში, პროდუქტში თუ სერვისში? ეს უნდა განსაზღვროთ პირველი, შემდეგ განსაზღვროთ რა დონის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და რა მექანიზმით. ვიღაცასთან შეიძლება ინფორმაციის გაზიარება მოხდეს მეილის საშუალებით, ვიღაცასთან შეიძლება აუცილებელი იყოს ფიზიკური შეხვედრა, ვიღაცასთან შეიძლება გაიგზავნოს SMS-ი, ვიღაცასთან შეიძლება კონფერენციის მოწყობა დაგჭირდეს, ვიღაცასთან ხარ ანგარიშვალდებული, მაგალითად ჩვენს ინვესტორთან, მე პატრონისთან, რომელსაც რეპორტინგს უკეთებ და უჯამებ, როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა და შესაბამისად აი ეს კომუნიკაცია, როგორც მენეჯმენტი არის სამართავი სფერო, რომელსაც აუცილებლად ჭირდება დაგეგმარება იქედან გამომდინარე თუ რა ინტერესის ადამიანები გყავს იმისთვის, რომ ინფორმაცია გაუზიარო და მიეწოდო ინფორმაცია. რისკის მენეჯმენტი, ყველა პროცესს აქვს რისკი და რისკის მენეჯმენტი ხდება როგორ? ჩვენ ვსაზღვრავთ რა რისკი გვაქვს, ვაფასებთ რა დონის რისკია, რამდენად არის probability შესაძლებლობა რომ ეს რისკი ასე თუ ისე განხორციელდეს 10%, 20%, 70%, 80-90 თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მაღალი რისკი პროცენტული და ალბათობიდან გამომდინარე ბუნებრივია პრიორიტეტულია. ამ რისკებს უკვე უნდა treating-ი, ანუ შესაძლებლობა რით ვამცირებთ, ან რით ვუწყობთ ხელს რომ ეს ცუდად არ წავიდეს, ან ისე არ წავიდეს, როგორც დავგეგმეთ და ისე წავიდეთ, როგორც დავგეგმეთ და ამას მუდმივად უკეთებთ მერე მონიტორინგს, რომ მოხდეს რა რეალურად ეს რისკები, რაც იყო იდენტიფიცირებული დასაწყისში, რამდენად განხორციელდა, არ განხორციელდა, თუ განხორციელდა, რამდენად ეფექტური იყო რეალურად ის გადაწყვეტა, რომელიც ჩვენ თანხმედრაში გვქონდა ამ ყველაფერთან და როგორ შევამცირეთ ისე, რომ პროექტს არ შექმნოდა იმის რისკი, რომ ყოფილიყო წარუმატებლები, ხო? შესყიდვების მენეჯმენტი, როგორც ვახსენე, ყოველთვის საჭიროა მესამე მხარე, რომელთანაც გაქვს რაიმე პარტნიორული დამოკიდებულება. ანუ ახორციელებ რაღაცა დონის პირობითად შესყიდვას. პირველი ამ პროცესში არის რა? განსაზღვრო რა გჭირდება. Need recognition, ხო? ანუ რა საჭიროებები გაქვს. პირობითად გჭირდება ადამიანისთვის, რომელიც ჩინეთში მოლაპარაკებას აწარმოებს ლეპტოპი. ეს ლეპტოპი შენ ხო არ აწარმოებ ამ ლეპტოპს, ხო? უნდა იყიდო პირობითად, რა ვიცი, რაღაც ტექნიკის მაღაზიიდან. მაგრამ პირველი უნდა განსაზღვრო რა არის შენი ლეპტოპის საჭიროება და სპეციფიკაცია, ხო? შემდეგ უკვე გსაზღვრავ რა მოთხოვნის უნდა იყოს ეს სპეციფიკაციას სხვაზღვრავ. აკეთებ ბაზრის ანალიზს. ანუ რას ნიშნავს ბაზრის ანალიზი? ეკითხები ელიტ ელექტრონის, ტექნობუმს, რა ვიცი კიდევ რომელი ტექნიკის მაღაზიებია პირობითად, რა ფასებად გთავაზობს ამ სპეციფიკაციის მოთხოვნას. შემდეგ უკვე ოპტიმალურად ხარისხი versus ფასი, ხარისხი დაკავშირებული ფასთან, ღებულობ გადაწყვეტილებას, ვისთან დაიკავო პარტნიორული დამოკიდებულება და ვისთან შეისყიდო ესა თუ ის ნივთი იქნება თუ სერვისი. მაგრამ ყველა ბიზნეს წამოწყებას, ყველა პროექტს აქვს ისეთი ფუნქცია, სადაც ყველაფერს ვერ შეითავსებ და გჭირდება რაღაცის შესყიდვა, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესები იყოს დაცული. მეცხრე არის დაინტერესებული მხარეების მენეჯმენტი და ეს პირდაპირ მასშია იმ კომუნიკაციის მენეჯმენტთან, რომელიც ვახსენე. რა ხდება? ანუ ვშიფრავთ, ვინ არიან დაინტერესებული მხარეები ამ პროექტში და როგორც დაბადების დღეზე ვთქვით, ხო, დაინტერესებული მხარეები ვინ არიან? არის მშობელი, რომელიც ვიხდი ამ დაბადების დღის საფასურს, ბავშვი, რომლის მიზანს უნდა მივახციო და მოლოდინი იყოს ისეთი, როგორც ბავშვს ჰქონდა დაბადების დღე, როგორი უნდა ყოფილიყო. არსებობს ბავშვის მეგობრები, რომლებსაც ასევე კონკრეტული მოლოდინები აქვს და უნდა ვიცოდე, რომ დავაკმაყოფილო, მშობლები, რომელსაც კონკრეტული მოლოდინები უსაფრთხო იყოს, ჩემი დასართობის ცენტრი და ხარისხიანი საკვები იყოს პირობითად და ხარისხიანი გასართობი, რომ რეალურად ბავშვებმა ისიამოვნონ, ხო, ეს არის უკვე იდენტიფიცირების პროცესი, როდესაც განსაზღვრო ყველა დაინტერესებული მხარეს რა ინტერესი აქვს ამ ჩემ კონკრეტულ პროექტთან, ანუ დაბადების დღესთან. შემდეგ უკვე ამას დოკუმენტაციას ვაკეთებ და რა თქმა უნდა დაბადების დღეზე ამას ესე ძალიან არ ვინდომებთ, მაგრამ სიმარტივისთვის ვამბობთ, გავწერთ, ხო? თითოეულ მშობელი იქნება თუ ბავშვი და ასე შემდეგ, რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს. შემდეგ უკვე ვაკეთებთ კლასიფიკაციას, ანუ ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, რომელი უფრო პრიორიტეტულია, მაგალითად, ყვება და უსაფრთხოება გასართობის ცენტრის, ან იქნებ პროგრამა ისევ, ხო? როგორი პროგრამაა? მნიშვნელობას ვანიჭებს პრიორიტეტების მიხედვით და შემდეგ უკვე ვაკეთებთ ისე, რომ ეს დაინტერესებული მხარეები
იყვნენ ყველა ეტაპზე ჩართულები. მივაწოდოთ ინფორმაცია, დაუბრუნოთ უკავშირი, ვაცნობოთ თითოეულ ეტაპზე რა წარმატებას მივახტით ამ წარუმატებლობას, რა პრობლემა შეიქმნა, რა შესაძლებლობა, რა საფრთხე და მუდმივად ყავდნენ ესენი ჩართულები. და ბოლო ეს არის ინტეგრირებული მენეჯმენტი და ზოგადად პროექტის მენეჯმენტში ეს პირველი თავია და აქედან იწყება პროცესები. გაერთიანებული და შემდეგ იშლება. მე ჩავთვალე საჭიროდ რომ აღწერილობიდან დამეწყოთ რომ მნიშვნელოვანია და ყველა სხვა დანარჩენი ინტეგრირებული მენეჯმენტის მიდგომა უკავშირდება იმ პირველს და შესაბამისად გაერთიანება ნიშნავს ამ 10 ესე რომ ვთქვათ მიმართულების ინტეგრირებას და გაერთიანებას, როგორიც არის სკოუპი, ანუ აღწერილობა, დრო, ხარჯი, ხარისხი, ადამიანის რესურსების დაგეგმარება, კომუნიკაცია, რისკი და შესყიდვები. აი ეს გაერთიანებული ინტეგრირებული მენეჯმენტი რეალურად წარმოშობს პროექტის ესე რომ ვთქვათ ყველა პროცესს აერთიანებს, რომელიც არის პროექტის მენეჯმენტის ხელში მართოს პროცესები ისე ზუსტად და სწორად, რომ შედეგი მიიღოს იმდაგვარი, რაც მას აი სკოუპის აღწერის ნაწილში ქონდა განსაზღვრული. მოკლედ აერთიანებს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში closing ეტაპში უკვე ფაზებზე თუ მივარ, თავდება ისე რომ აფასებ შენ ამ პროექტს და შეფასების შედეგად შენივე გამოცდილებით სვავ ახალ ინდიკატორებს, ახალ შესწავლილ მასალას, რომელსაც შემდეგი პროექტისთვის აუცილებლად იყენებ და ითვალისწინებ და ამას გამოცდილება ქვია და ვერავინ და ვერაფერი სხვა ვერ ჩაანაცვლებს თუ თვითონ გამოცდილება არ მოგცათ ეს ყველაფერი. მოკლედ, აი ეს მინდოდა თქვენთვის ამეხსნა, გვიანაც დავიწყეთ, მაგრამ მეც ცოტა გადავაცილეთ ჩემს დროს და ეხლა ვხედავ, რომ ჩატში 10 მესიჯია. ფასილიტატორს ვთხოვ, რომ იქნება ამ კითხვების ამონაკრები, ესე რომ ვთქვათ, გამიზიაროთ, რომ მე შევძლო პასუხისგაცემა, ან და ხელის აწევის ფუნქციით მე გავთიშავ ჩემს ეკრანს თქვენის ნებართვით, თუ საჭირო იქნება თავიდანვე ჩავთავ, რომ მე შევძლო თითოეული მონაწილის, ესე რომ ვთქვათ, დანახვა და ინტერაქცია სრული, ესე რომ ვთქვათ, შესაძლებლობით. თუ რა თქმა უნდა, კამერა ჩართული გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ამ საინტერესო ვებინარისთვის და თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. გვაქვს კითხვები ჩატშიც და ლაივის რეჟიმშიც იწერებოდა Facebook-ზე და ყველა მინდა რომ გავაჟღერო, არ მინდა რომ არც ერთი გამომჩეს. დავიწყოთ თვითონ ჩატში მოწერილი კითხვებით. თია ბერიძე გვეკითხება, რა სკოუპის დაწერის დროს ხშირად გქონია შემთხვევა, როცა დამკვეთი ამბობს, რომ ვიგულისხმეთ, თუმცა აღწერაში ეს ინფორმაცია არ გვაქვს. სკოუპის ჩამოყალიბების დროს არსებობს თუ არა რაიმე პრაქტიკა, რომელიც ამ სიტუაციაში გვიცავს და განსაკუთრებით აქტუალურია, როცა საპროექტო გუნდი და დამკვეთი სხვადასხვა კომპანიას წარმოადგენს, აი ეს ასე ვთქვათ შემთხვევაა. ძალიან კარგი კითხვაა, თია, ძალიან დიდი მადლობა. აქ ერთი სილამაზე მეცნიერება და ჩემი გამოცდილებით არის ბევრი კითხვის დასმა. კითხვის დასმას და brainstorming-ი, ეგრეთ წოდებული, ესეც გამოყენებული ტერმინია, სადაც შენ დამკვეთთან იმდენნაირად აბრუნებ კითხვას, რომ საბოლოოდ მიდიხართ იმ შედეგამდე, რომ ხვდებით რა მოლოდინია და რა უნდა იყოს კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი. ამას ართულებს ბუნებრივია სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა გამოცდილება, სხვადასხვა გენდერი, სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ მოთხოვნა, მაგრამ როდესაც თქვენ პროექტზე ხვდებით მომხმარებელს დამკვეთს, იმდენნაირად უნდა მოხდეს კითხვის დასმა, რომ საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს შეთანხმება იმ პროექტზე, იმ პროდუქტზე და სერვისზე, რაც დამკვეთს აქვს მოლოდინი და რაც თქვენ უნდა შეასრულოთ. ასევე, როდესაც ჩემი რჩევა იქნება ამ შეხვედრის შემდეგ, როდესაც ბევრი კითხვა დაისმება, აუცილებლად ჩაიწეროთ, რომ არ იყოს ისეთი თემა, რომ მე ვიგულისხმე და უი პროექტში აღარ არის, აუცილებლად ჩაიწეროთ და ჩაწერის შემდეგ, როდესაც პროექტის აღწერილობას მკვეთრად განსაზღვრავთ, გადაუგზავნოთ დამკვეთ მხარეს და ოფიციალურად დაადასტურებინოთ, რომ ეს პროდუქტი და სერვისი უნდა იყოს აი ასეთი, ვინაიდან თქვენ ასეთი უკავშირი მოგცათ იმ შეხვედრამ თუ ასე შემდეგ გამოგზავნილმა ინფორმაციამ და ამ დასტურის შემდეგ დაიწყეთ უკვე შემდეგი ეტაპები. მადლობა მიკა, შემდეგ კითხვას გავაჟღერებ. გამარჯობა, ეს ყველაფერი ძალიან გავს ბიზნეს გეგმის გაწერასაც ზოგადად და თქვენ რას ფიქრობთ, რა არის განსხვავება ბიზნეს გეგმისა და პროექტის გეგმის აღწერას შორის თუ სტარტაპის სამომავლო მიზნისთვის კეთდება ეს ყველაფერიო? კი ბატონო, გავს ბიზნეს გეგმა, ზოგადად ბიზნეს გეგმა არ არის. ბიზნეს გეგმა ძალიან ბევრი, ესე რომ ვთქვათ, თვისებით განსხვავდება პროექტის მენეჯმენტიდან, მაგრამ ბიზნესის გეგმაც მოიცავს იმ ნაწილს, რადგან პროექტის
საწყისი აღსრულება და შედეგის მიღებაა, ხო? ამიტომ თვისობრივად თითქოს არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ბევრი, ესე რომ ვთქვათ, საერთო პრინციპები აქვს. მოდი ახლა კონკრეტულად რო ჩავღმავდეთ, ანუ პროექტი მენეჯმენტი და ბიზნეს გეგმა, ხო? როდესაც პროექტს ვიწყებთ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ feasibility study. რას ნიშნავს ეს feasibility study? ანუ რეალურად უნდა განსაზღვროთ, რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ეს პროექტი. და ამას ერთი რით ვსაზღვრავთ, ხო? ვსაზღვრავთ იმით, რომ რა დანახარჯი გვექნება, რა მოთხოვნა იქნება, ვსაზღვრავთ წინასწარ მოთხოვნას, ვაკეთებთ გეგმას, რა შემოსავალი შეიძლება დააგენეროს, რა ხარჯი შეიძლება გქონდეს და შემდეგ უკვე ვღებულობთ გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა ეს კონკრეტული პროექტი განახორციელოთ. ბიზნეს გეგმაშიც სიმარტივისთვის, რომ ვთქვათ ესია, ხო? როდესაც ბიზნეს გეგმას ღებულობ ან რაღაცა მოგდის იდეა ახალი ბიზნესის, აკეთებ ამის კონკრეტულ ჩაშლას, გაშლას, ინვესტორთან ვინც ამას აფინანსებს, იმასთან გავლას, ფინანსურ ანგარიშგების გაკეთებას, იდეის აღწერას და შემდეგ უკვე დამტკიცების შემდეგ უკვე გადადიხარ პროექტის მენეჯმენტში, ანუ აღსრულებაში, რომლისთვისაც ყველაფერი ეს გჭირდება, ხო? ამიტომ საწყის ეტაპზე ბიზნეს გეგმა და პროექტის მენეჯმენტის პირველი ფაზა, რომელსაც ინიცირება ქვია, ხო? რეალურად ერთმანეთს ძალიან გავს. იმიტომ რომ გჭირდებათ ერთი აღწერილობა, გჭირდებათ ბაზრის განსაზღვრა, გჭირდებათ ფინანსური პროფორმა ფინანსების გაკეთება, იქნება ეს მოგება ზარალი, იქნება პირობითად ბალანსი, იქნება cash flow, ანუ ფულის ტრიალი, ხო? ყველაფერი ეს უნდა განსაზღვროთ ამ ეტაპზე და როდესაც ეს დამტკიცდება, მერე უშუალოდ execution-ის ნაწილში გადადიხართ პროექტის მართვაში, ასრულებთ და ისე ვიწყებთ დაუშვათ ახალ პროექტს. ერთმანეთს გავს საწყის ეტაპზე იწყებთ ბიზნეს გეგმით, რომელსაც ინიცირება და იდეა ქვია, როდესაც ეს დამტკიცდება და it's financially feasible, ანუ ფინანსურად არის კარგი ღირებული, ამის შემდეგ გადადიხარ უკვე პროექტის მართვაზე და იწყებ ისევ თავიდან იმისთვის პროექტის აღწერილობას, რომ უკვე სამოქმედო გეგმა იყოს დეტალური, რომ პროექტი იყოს წარმატებული. მადლობა მირიან და კიდევ ერთხელ შემდეგ კითხვა იგივე ავტორს ეკუთვნის action plan-ის დროს მენეჯმენტისთვის რა ხელსაწყოებს გვირჩევდით თუ უბრალოდ Excel-ში კეთდება ეს ყველაფერიო. რაც მოგეხერხდებათ, არსებობს ძალიან ბევრი თული, ანუ შესაძლებლობა, რომელსაც იყენებთ, Excel-ით შეიძლება პროცესების გასაწერად გამოიყენოთ, თუ ეს გიადვილდებათ. არსებობს სხვადასხვა software tools, ანუ project management-ის, monday.com და ასე შემდეგ, რომლის რეკლამირებაც მიმდინარეობს, რომელიც შეგიძლიათ თითოეული ეტაპის და პროცესის დაგეგმარების დროს როგორც ტემპლეტი გამოიყენოთ. რა არის ტემპლეტი? აწყობილი წინასწარ ფორმა, რომელიც მიგანიშნებთ, სად როგორ რა უნდა ჩაიწეროს და გაკეთოს. არის ადამიანები, რომლებსაც თვითონ უყვართ ამის გაკეთება, იმიტომ რომ თვითონ არიან ავტორები და შესაბამისად Excel-ში როგორც მათ სურთ, ისე აწყობენ ამ ფორმას, არიან ადამიანები, რომლებიც იყენებენ ამ წინასწარ განსაზღვრულ ტემპლეტებს, რომლებიც აუარებელია ბაზარზე, ძალიან ბევრია, იყენებენ და შესაბამისად ამას იყენებენ ჩარჩო ინსტრუმენტებად იმისთვის, რომ თვითონ მერე ეფექტურად მართონ ნებისმიერი პროცესი. მადლობა. მიკა, ბოლოს წინა სლაიდზე როცა ვიყავით, მაშინ ერთ-ერთ მომანაწერამ სურდა კითხვის დასმა და ესეთი რამე თქვა, რომ მაგალითები მინდოდა საუბრის პროცესში რომ მოგვეყვანაო. ბოლოს წინა სლაიდზე ვიყავით მე-9 პუნქტზე, მე როგორც დავიმახსოვრეთ, თუ შეგვიძლია ისე რომ გავაშაროთ სკრინი. და ამ ნაწილში ლელა თქვენ ანუ პრაქტიკული მაგალითები ამ ნაწილშიო, ხო? კი ბატონო. ერთი წუთით, ანუ ბოლოს წინა სლაიდი. ანუ უნდა ყოფილიყო მე-9 დაახლოებით, ერთი წუთით. მე-9 დაინტერესებული მხარეების მენეჯმენტი. ანუ აქ პრაქტიკული მაგალითები. თითქოს პრაქტიკულად გავშალე ეს დაბადების დღის მაგალითზე, მაგრამ აქაც რეალურად აი ნებისმიერი, შეხედეთ ნებისმიერი საქმის დაწყების დროს დაინტერესებული მხარე არის სახელმწიფოც, არის ბიზნესმენიც, რომელიც ფუტებს, არის თანამშრომელი, რომელიც თქვენ გემუშავებათ, არის პარტნიორი, რომელიც რაიმე სერვის ან პროდუქტს გაწვდით. და აი ეს დაინტერესებული მხარეები ესე ცათითაოდ უნდა ჩაშალოთ, რომელი არიან თქვენი დაინტერესებული მხარეები. ამას ქვია პირველი ეტაპი, როდესაც იდენტიფიცირებას აკეთებთ, რომ ამ პროექტით დადებითად პოზიტიურად, უარყოფითად, ვინ შეიძლება გააპროტესტოს, ვინ შეიძლება პირიქით სიხარულით შეხვდეს, რა შეზღუდვები შეიძლება არსებობს რეგულაციის და კანონმდებლობის მიხედვით, ვინ შეიძლება იყოს ამ პროექტის ინფლუენსერი, ანუ ვინ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ამაზე, ან რა შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, challenges, როგორ გითხრა, გამოწვევები დაგვხვდეთ, ხო? აი ამ ყველაფრის გაანალიზებით წერთ პირველი stakeholder-ი, ანუ პირველი, ვისაც აქვს ესეთი მატრიცა არსებობს, ბუნებრივი ამერცაჩ და
40 წუთში ამ ყველაფრის გაშლას ვერ მოახერხებ, ამის მომზადებისთვის ძალიან ბევრი დრო ჭირდებათ ადამიანებს, მაგრამ არსებობს ესეთი შკალა, სადაც როდესაც ჩვენ პირველი განსაზღვრავთ ვინ არიან დაინტერესებული მხარეები, შემდეგ რომ მივანიჭოთ პრიორიტეტები, ვინ უფრო პრიორიტეტული მნიშვნელოვანია და ვინ ნაკლებად, არსებობს შკალა high interest high influence, ანუ უფრო მაღალი ინტერესის და ზეგავლენის მხარეები რომლები არიან. და ამის მიხედვით შკალაზე ალაგებ, რომ დაუშვათ სახელმწიფოს დიდი ინფლუენსია, ხო, ანუ ზეგავლენა აქვს, რომ პირობითად ისეთი რეგულაცია არსებობდა შენი ბიზნესის ან პროექტის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება გაგიჩეროს წარმოება, ხო? ამიტომ ეს არის high priority, ხო? პირველი პრიორიტეტი და ამ შკალაზე ხდება უფრო მაღლა, რადგან უნდა განსაზღვრო, რომ შენ დაიცვა ყველა ის რეგულაცია, წესი და კანონი, რომ პროცესის გაგრძელების საშუალება მოგცეს, ხო? რეალურად პირველი ვაკეთებ იდენტიფიცირებას, როცა ჩამოვწერ ვინ არიან ეს დაინტერესებული მხარე და შეიძლება იყოს სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს თუ დიდი ზეგავლენა აქვს რეგულაციის კუთხით შენს წარმოებაზე ან შენს იმპორტზე, რა თქმა უნდა ეს არის პრიორიტეტი, ვაკეთებთ რომ სახელმწიფო არის პრიორიტეტი, ხა სახელმწიფოს რა მოთხოვნა აქვს შენს ბიზნესთან, თუ არის რეგულაცია კანონი, საზღვრავთ რა რეგულაცია კანონია, იმის შესახებ რომ შენ სწორად გაიარო ამის პრაქტიკა, რომ მე არ შეგექმნას პრობლემა, ვაკმაყოფილებ და დაჩეკლისტებული გვაქვს. ანუ პირობითად გვაქვს stick mark, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ, რომ შემოვიდეს სახელმწიფო მაკონტროლებელი, მე ბიზნესს ვახორციელებ ისე რომ მას არანაირი პრეტენზია არ ექნება და ბუნებრივია ვერ შემიჩერებს წარმოებას. აი ესეთი დონის მაგალითი თუ მისაღებია, რა ვიცი, აი ბიზნესურად ესე შემიძლია აგიხსნათ. დაბადების დღის დონეს და მარტივად, როგორც ახსენი მშობელი, ბავშვი და ასე შემდეგ, რომელსაც განსაზღვრავთ ინტერესები შეიძლება კონდეს, როგორი შეიძლება კონდეს და პრიორიტეტების მიხედვით, მაგრამ მერე უკვე ხო, აი კიდე მანდ მნიშვნელოვანია, როდესაც განსაზღვრავთ ჩვენ და იდენტიფიცირებას გავუკეთებთ ამ მხარეებს, მეორე როგორ ვაკეთებთ კომუნიკაციას. პირობითად თუ ჩვენ სახელმწიფო განსაზღვრავთ როგორც მაღალი პრიორიტეტის, ესე რომ ვთქვათ, stakeholder-ი დაინტერესებული მხარე, რომელიც დაინტერესებული იქნება შენს წარმოებაში, შემოწმებაზე, გაგიჩერებს, რეკომენდაციებს მოგცემ. უკვე საკომუნიკაციოდ განსაზღვრავ იმ სააგენტოს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ამ შენს წარმოებაზე და აკეთებ რას? ან ურეკავ, ან მეილს წენ, ან ოფიციალურ წერილს წენ, ან ხვდები, ეს უკვე კომუნიკაციის გეგმის აღწერილობა, რომლიცაც ადასტურებ, რომ შენ პრევენციულად ყველაფერს აკეთებ, რისკებს გამორიცხავ, იმისთვის, რომ ბიზნესი და პროექტი აწყო ისე, რომ სამომავლოდ არ ქონდეს არანაირი ხარვეზი და პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან. მირანდა, უდიდესი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხებისთვის. მადლობის რეჟიმზე გადავედით. მე მგონი ნუ საკვწარს როგორ ეტყობა ტრენერს, რომ დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს, ნამდვილად სასიამოვნოა თქვენი მოსმენა. ძალიან დიდი მადლობაო და ნანაც გვწარს დიდი მადლობა ქალბატონო მირანდა დღევანდელი დღისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოკლედ მადლობები იწერება და იწერება. დიდი მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით და ესე ვთქვათ დიდი ჯგუფია. ეს რა თქმა უნდა ფიზიკური შეხვედრისთვის კიდევ უფრო კარგად ინტერაქტიულად იშლება და კიდევ უფრო მეტი ესე რომ ვთქვათ ენერგია, მაგრამ Zoom-ითაც რა ვცდილობ რომ მაქსიმალურად გადმოგცეთ ის ენერგია და ის პრაქტიკული გამოცდილება თუ ცოდნა, რაც მაქვს და ამით რა ვიცი, ან ინსპირაცია გავხდეთ თქვენთვის, ან რაღაც სასიკეთოდ გირჩიოთ. ამასობაში კითხვაც წამოგვეწია. დიდი მადლობა ასეთი თავდადებისთვის და ასეთი ინფორმაციული ტრენინგისთვის. თუ შეგიძლიათ გვირჩიოთ დღეიდან, რომ დავსხდეთ და PMP-ის გამოცდისთვის მოვემზადოთ, რითი დავიწყოთ, რა რესურსებითო? იცით რა, პირველი PMP-ის გამოცდა ბარდება ინგლისურად. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენა იცოდეთ კარგად. მეორე, რა ვიცი, არსებობს ბევრი მოსამზადებელი ცენტრები, რომლებიც ამ გამოცდისთვის ამზადებენ. ონლაინ რეჟიმშიც, სადაც შეგიძლიათ თვითონ self-paced, ანუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოყოთ 1 საათი და იმეცადინოთ ამაზე, იმიტომ რომ დასამახსოვრებელი აუარებლად ბევრი პროცესი, მაგრამ გირჩევდით, რომ ეს პროცესები არ არსებული, ანუ არავითარ შემთხვევაში არ დაიზეპიროთ, ეს გონებრივად უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ გამოცდის დროს ესე რომ ვთქვათ, გაგიძნელდება დაზეპირებული და როცა შინაარსობრივად გექნება დასწავლი, აუცილებლად თავისი წამოვა. ანუ ერთი ვერსია ონლაინ self-paced გააკეთოთ და გადაიხადოთ თანხა, მაგრამ ინგლისური აუცილებლად მნიშვნელოვანია. მე რაც გავაკეთე ერთი რომ პროფესორის ინსპირაცია იყო, იმიტომ რომ მოთხოვნადი სფერო იყო და ამას გელაპარაკებით 2008 წელს და მან გააჩინა ჩემში ეს მოთხოვნა და ესე რომ ვთქვათ, IT-ის მიმართულებით პროექტის მენეჯმენტს გვიკითხავდა უკვე მაგისტრის დონეზე და მე თვითონ შევიძინე ეს PMBOK guide-ი, წიგნი, მე თვითონ დავჯექი და ვისწავლე. ანუ არ მქონია არავის დამატებითი თანხა არ გამიწევია იმისთვის, რომ ეს
ვიღაცას ჩემთვის ესწავლებინა. ესე იგი, პირველი კრიტერიუმი, კარგი რჩევა რომ მოგცეთ, ეს არის ინგლისურის კარგად ცოდნა. მეორე, არ დაიზეპიროთ, შინაარსობრივად გარჩიეთ ყველაფერი და შინაარსობრივად გარჩევაში გულისხმობ, რომ ეს მაგალითები, რასაც თეორიულად წაიკითხავთ, პრაქტიკულად დაუკავშირეთ თქვენს გამოცდილებას, ან ვინმეს კითხეთ, ან რა ვიცი, კოუჩი ყავდეთ, მწვრთნელი, რომელიც ამაში ყველაფერში დაგატრენინგებთ. მესამე, ან აირჩიეთ ონლაინ, თუ კარგად იცით ინგლისური და თქვენ თვითონ გამონახეთ, რომ 1 საათს, 2 საათს დღეში დაუთმობ და დროს მერე თქვენ თვითონ გასასვლელთ, რა დაგჭირდებათ 3 თვე, 6 თვე, 9 თვე ჩასაბარებლად. მეოთხე, ადგილზეც ნახეთ, ქართული არის დატრენინგი ცენტრები, რომლებიც ამას მართვის აკადემია თუ არ ვწდები, აქვს ამის პროექტის მართვა და ძალიან კარგად ახერხებენ ამას და გადმოსცემენ, არიან ქართველები, რომლებიც ეხმარებიან და ძალიან კარგი, ესე რომ ვთქვათ, შედეგები აქვს, რამდენადაც ვიცი, ანუ შედეგი როგორ იზომება ხო მიღებული სტუდენტები, განვლილი მასალა პირობითად და შემდეგ რამდენი ჩაბარებული სერტიფიცირებული მსმენელია. ამიტომ მგონია, რომ კარგი შედეგები აქვს და ალბათ ქართულ ინგლისურად მიმდინარეობს, თუმცა არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას და სიცრუეში ვერ შეგიყვანთ. ამიტომ, რა ვიცი, აი საკუთარი self-discipline-ით სადეთ ამ ყველაფრის გაკეთება და შემდეგ უკვე გამოცდაზე დარეგისტრირება ონლაინ რეჟიმშია ეს გამოცდა, ძალიან გაკონტროლებულია პრომეტრიკ ცენტრებში ხდება ის, ვისაც TOEFL-ი ჩაგიბარებიათ პირობითად ან სხვა გამოცდები მსგავსად ხდება, ბეჭედსაც კი გახსნევინებენ გამოცდაზე, გაქვთ კალკულატორი და მხოლოდ საწერი მასალა, თუ სწორად მახსოვს 3 საათიანი გამოცდაა, რომელსაც იტყებ და როდესაც დახრითავს და დაამთავრებ, თვითონ ანგარიშობს და გაძლევს ან სერტიფიკატს ან სამწუხაროდ და ჯვარი გეწეროთ, გეუბნება, რომ ვერ ჩააბარეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა ჩააბარებთ ამ გამოცდას. ამინ, იმედია. მოკლედ მადლობები არ წყდება, მარიამ, მე მარტო სახელებს ჩამოვხდი, რომ არავინ არ გამომრჩეს ასწორად. მარიამი, ლელა, ნინო, ეკა, ნეტუ, ლოლა, ყველა ძალიან დიდ მადლობას გიხდით და მეც მინდა შევერთდი ამ მადლობას ერუდიოს და PMI chapter-ის სახელით. ძალიან დიდი მადლობა მიკას თქვენი დღევანდელი ვებინარისთვის, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის, ცოდნის გაზიარებისთვის და იმედია რომ მაქვს რომ კიდე გადავიკვეთებით და სხვადასხვა ვებინარების და მასტერკლასების ფარგლებში, ასე ვთქვათ, საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ჩვენი დამსწრე აუდიტორიისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გემშვიდობებით. მადლობა თქვენ, ორი სიტყვით მე შევაჯამებ დღევანდელ შეხვედრას, ძალიან მოხარული ვარ, რამდენი დამსწრე გყავდა, ასე საღამო საათს, რომელიც ყველა დაღლილია და ყველას დარწმუნებული ვარ, სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე არის რომ მირანდას უსმინონ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ეს შევინარჩუნეთ აუდიტორია. მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ შემეძლება რაიმე სახით ვინმე დავაკვალიანო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მორალური მოწოდება, ადამიანებს გაუზიარო ის, რაც ვიცი, რათა მათი ყოფა უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე 1 საათის წინ იყო, ვიდრე ჩვენ შევხვდებოდით. წარმატებას გისურვებთ და დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის. პროევით მეგობრებო. ნახვამდის.